მოგესალმებით, მე ვარ თეკო შენკენი, თქვენ ისევ ჩემს YouTube არხზე ხართ და თუ გინდათ რომ ნახოთ როგორ გაკეთდა მარიამის ასეთი ლამაზი სადღესასწაულო საახალწლო მაკიაჟი 2026 წლის ტრენდებით, ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. მანამდე არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა უფრო საინტერესო ვიდეოებისთვის. როგორც ყოველთვის, მაკიაჟის გაკეთებას ყოველთვის ვიწყებთ კანის მომზადებით და დღეს განსაკუთრებით კანი უნდა მოვაწოდოთ ძალიან მსუყედ, იმიტომ რომ მარიამს აქვს მშრალი კანი. აქვს მგრძნობიარე კანი, როგორც კი ხელს ვკიდებდა ბამბა, როგორც კი მოხდა გაუწითლდა, კაპილარებიც აქვს ახლოს. ამიტომ სწორად უნდა შევარჩიოთ პროდუქტები, რომ მარიამის კანი არ გამოფრაზოთ. შემდეგი არის ტუჩის ბალმი და ეს არის სმიცის, ოღონდ ეს არის minted rose. წინა იყო მარწვის, როგორც გახსოვთ. აი ასეთი ფერია და ოდნავ ფერიც აქვს, სხვათა შორის ლამაზი. ძალიან კარგად ატენიანებს ტუჩებს და ძალიან მიყვარს. ყოველთვის მაქვს ეს ტუჩის ბალმები. ტონერად გამოვიყენებ Erborian-ის აი ამ ტონერს, რომელიც ძალიან კარგად ატენიანებს და ამ ტონერს ქვია Yuza Double Lotion. ყოველთვის მეცნობა ამ ტონერის სახელზე, მაგრამ ძალიან კარგი ტონერია და ძალიან კარგად ატენიანებს კანს. ხელზე გადავინაწილე და დავიწყეთ კანთან მუშაობა. აი ესეთი დადგებნითი მოძრაობით ჩავიყვან ტონერს კანში. შრატი არის ცენტელას პრობიო ციცას, ვარაუდოთ ან სისა, ინტენსივ ამპულ ასე ქვია და რატო გტანჯავენ ამ სახელებით, არ ვიცი, ძალიან უცნაური სახელები ქვია skin-care-ს ხშირად. ძალიან არ გადატენიანებს და ამშვიდებს კანს ცენტელა, როგორც იცით. მე მიყვარს ეს ბრენდი. აი ამასაც, ამ შრატსაც კარგად დადგებნითი მოძრაობით რომ შეიწოვოს კანმა. თვალის კრემად გამოვიყენებ დოქტორი ჯართის ამ დამატენებელ თვალის კრემს და ძალიან მომეწონა, ვისაც მშრალი კანი გაქვთ თვალზე, ყველას გირჩევთ. ძალიან კარგი და მსუყე დამატენიანებელია. ავიღებ თითით, დავამუშავებ და თერთმეტი მოძრაობით უძრავ ქუთუთოზე ჩავიყვან კანში. წინ და უკან მოძრაობით და მერე ცოტას ავიღებ და წარბის ქვევითაც კრემი არის First Aid Beauty-ს Ultra Repair Cream, აი ასე ქვია. ძალიან მსუყე დამატენიანებელი არის. აი ასეთი შიგთავსი აქვს, იმედია იგრძნობა ესეთი მსუყე კრემია. ამასაც გადმოვიტან ხელზე. და ხელით უკვე დავამასაჟებ. კანს. თუ სხვა skin-care-ის პროდუქტებს დადგებნითი მოძრაობით დამუშავებით კანთან, კრემი უკვე უნდა დამასაჟდეს. მეორე მხარე მომთ. ტონალურს გამოვიყენებ Dior-ის Forever Skin Glows. ესენი არის 0 ნომერი და 3N. ამას შევურებ ერთმანეთში და დავაყენებ მარიამის ფერს. ტონალური შევურიე უკვე ერთმანეთში, ფუნჩს გამოვიყენებ IT Cosmetics-ის, თუ IT Cosmetics-ის, როგორც არის, ავაროდოთ უფრო IT-ია, სწორი. ნახეთ როგორი ლამაზი ფუნჩია. რადგან საახალწლო და holiday make-up-ი არის.
ფუნჯიც შესაბამისი ავიღე, რომ მარიამი გახარისდეს. დავიწყოთ გადანაწილება კანზე. როგორც ყოველთვის, აიღეთ დრო, რომ თხელ-თხელი ფენა გადაანაწილოთ და ნელ-ნელა ამატოთ, რომ არ დავკარგოთ კანის ტექსტურა, მით უმეტეს მშრალ კანზე. სადაც მეტი დაფარვა გვინდა, შეგვიძლია რომ ესეთი დარტყმითი მოძრაობა გამოვიყენოთ. მარიამ, მოდნავ ჩემსკენ მოიხება. ხოთაშორის ძალიან კარგი ფუნჯია. და ზოგადად კარგი ფუნჯები აქვს IT Cosmetics. სადაც ხვიდეთ. შალკანს განსაკუთრებით ჭირდება ცოტა ნაზად მოქცევა, იმიტომ რომ ხსნად არაფერს არ კვატიობს. ოდნავ მეორე ფენა გადავატარე. ცოტა მეტი დაფარვა რომ მქონდეს. ეხლა მეორე მხარეს გავაკეთებ და მე ერთ თხელ ფენას, ძალიან თხელ ფენას კიდევ გადავატარებ და უფრო სრულფასოვანი დაფარვა მივიღო. კონსილერად გამოვიყენებ ნატაშა დენონას High Glam Concealer, ასე ქვია და ფერი არის 1N. გადმოვიღებ ხელზე ცოტას და დავიწყებ. ეს არის სხვადასხვა ძალიან იაფიანი ფუნჯი, Amazon-დან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ, მგონი 5 თუ 7 დოლარი ღირს და ძალიან კარგი კონსილერის ფუნჯია. Teol ქვია და მე აღწერაში დაგიდებთ ლინკს აუცილებლად. დარტყმითი მოძრაობით. ოდნავ ცხვირისკენ ავიტან სიღიავეს, ცხვირის გარშემო, სადაც შეიძლება რომ სიცითლე იყოს, ოდნავ. ეს კონსილერი არის ჩემი აზრით აღმოჩენა და 25 წლის ფაქტიურად ესეთი ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც დაიტოვებთ 25 წლიდან, ალბათ ამას დავიტოვებდი, ისე შემეყვება. ძალიან კარგი კონსილერია. ცოტა შუბლის შუაში ამოვანათოთ. ცხვირის ზედაპირზე, ოდნავ ნიკაპზე, ტუჩის გარშემო. მგონი მეტი არსად არ ჭირდება. ბრონზერად გამოვიყენებ Chanel-ის აი ამ ბრონზერს, როგორც იცით, ყველაზე ხშირად მაინც ამ ბრონზერს ვიყენებ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეს მიყვარს. გამოვიყენოთ ტონალური სპონჯი. მეცნობა, იმიტომ რომ დაახლოებით მგონი 500-ზე მეტი ფუნჯი მაქვს და რატომღაც ბრონზერზე ყოველთვის ვიყენებ ხოლმე ტონალური სპონჯს ისევ და არ ვიცი აქ ფუნჯებს ვზოგავთ. არ ვიცი, მაგრამ ვერ მივხვდით რატომ შვები ამას ფუნჯების დაზოგვის მიზნით თუ უბრალოდ ეს ფუნჯები მიყვარს ბრონზერისთვის, ამიტომ შეიძლება ორივე ერთად. და დაჭრილები გავუკეთოთ ყრის ძვალზე, ყრიმალზე. იცით რატომ მიყვარს ტონალური სპონჯის ხმარება? ტონალური ხო კი ვწმენთ, მაგრამ ტონალური ხო შერჩენილი აქვს მაინც ფუნჯს და ძალიან კარგად ანაწილებს მერე კანზე და არ არსებობს რომ აჭრელდეს, ამიტომ ალბათ მაინც სავარაუდოდ მთავარი მიზეზი ეს არის. თმაში არ დატოვოთ ხოლმე ღია ფერები, თორე ძალიან ცუდად ჩანს მერე კამერასთანაც, ფოტოსთანაც და ლაივში მეტუმეტეს. ეს. ბლაშებს გამოვიყენებ Rhodes Pocket Blush ქვია ამ ფერს და Charlotte-ას აი ამ ბლაშს, რომელიც ახლა ძალიან ტრენდულია და ფორმასაც განახეთ, როგორ გავაკეთოთ ახლა 26 წლის ტრენდებით.
ასე ვთქვათ, ბლაში, ამ ფერს ქვია Pretty Glow და რადგან ტრენდებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, 26-ის ტრენდებზე როგორც ხედავთ, კანის ეფექტი უნდა იყოს სატინის ეფექტი, არც ძალიან glow და არც ძალიან მშრალი, არც მატი და ბრონზერმა სხვათა შორის ცოტა უკანა პლანზე გადაიწია და ბრონზერის, ასე ვთქვათ, ეფექტი შემცირდა, ამიტომ ძალიან მსუბუქად გამოვიყენე ბრონზერი, ამიტომ სამაგერო წინ წამოიწია ბლაშმა და ბლაშის ფორმამაც აიწია უფრო მეტად ზემოთ, ვიდრე მანამდე იყო. გამოვიყენებ ჯერ Rhodes blush-ს დარტყმითი მოძრაობით, რა თქმა უნდა, და მე უკვე შევცვლი უფრო პატარა ფუნჯით გავაგრძელებ. ამ პირველ ბლაშს გავშლი ამ ფერს, რომ ბრონზერს შეერიოს და მეორე ფერს დავტოვებ უფრო მეტად კონკრეტულად. აი ეს. მეორე ბლაშს გამოვიყენებ Charlotte-ას, აი ამ blush sticks, რომელიც არის ძალიან ტრენდული ფერი და ფერს ქვია Pretty Glow. აი ასეთია შიგ თავსი. აი ასეთია შიგ თავსი, გადმოვიტან ხელზე. და ხელიდან სინთეტიკური ფუნჯით ენაამება ბოდიშით, ეს არის სპექტრუმის ფუნჯი, დავიწყებ დამუშავებას. და დავიწყებ ყრიმალის ზედა მხრიდან წრიული მოძრაობით. აი აქ აიწია ბლაშის დებარეობა და ოდნავ საფეთქელთან გადავიტან. ოღონდ ძალიან ატანელი ბლაშიც აღარ არის, უკვე ტრენდული 26 წელს ძალიან გავბლაშდით. ქართულად მეგონი ასე ითქვა. ძალიან გავვარდისფერდით. ეს ფერს აქვს აქ არსებითი მნიშვნელობა თან. ვარდისფერი უნდა იყოს ბლაში. აი ეს. ტრადიციული Charlotte-ას ფიქსატორი კლიმოვანების შემდეგ. შემდეგ ეტაპია უკვე პუდრი და სანამ პუდრზე გადავიდოდე, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩემი გვერდის გამოწერა უფრო საინტერესო ვიდეოებისთვის. გამოვიყენოთ Hourglass-ის ეს პუდრი, რომელსაც ქვია Translucent Medium Vanish Airbrush Pressed Powder ქვია და არის შუა ფერი. დარტყმითი მოძრაობით, ეს ჩემი ფუნჯია. ძალიან თხლად ჯერ წეზონა დავაფიქსიროთ და მერე მთელ სახესაც ამავე პუდრით დავაფიქსირებ, იმიტომ რომ ფერი მაგმაყოფილებს. აი ეს. ეხლა ფუნჯს შევცვლი. და უკვე დიდი ფუნჯით, ეს არის ლით ასე ქვია, ეს ჩამოვიდა ჩემს ბოქსში, Icon box-ში, და ახალი ბრენდია როგორც ჩანს. ცუდი არ არის. ოდნავ ამ სიბსიდვარებსაც გადავფუდრა, იმიტომ რომ ზევიდან მაინც უნდა დავატო. აი ესა. ხა მეორე მხარე მარია. შემდეგი ეტაპი არის უკვე ბლაში, რომელიც ძალიან არ მიყვარს. რომლის შეფუთვაც უბრალოდ ძალიან არ მიყვარს და დიდად არჩევთავზე არ ვგიჟდები, მაგრამ ფერი ძალიან მჭირდება ეხლა. ამიტომ ჯერ გამოვიყენებ აი ამ ბლაშ ტოპერს, რომელიც არის მბზინავი, მერე გამოვიყენებ შუა ნაწილს, რომელიც არის პუდროვანი ბლაში და თან მოგიყვებით ამ ყველაფერს. როგორც შეამჩნიეთ, არ გამოვიყენე მე ჰაილაიტერი, არც კრემოვანი და პუდროვან ჰაილაითერსაც არ ვიყენებ, ვიყენებ ბლაშ ტოპერს, ანუ მბზინავ ბლაშს, იმიტომ რომ ჰაილაითერმას და ძალიან მბზინავმა და ძალიან გლოუმ გადაიწია ცოტა უკანა პლანზე 26 წელს. ამიტომ ეს რომ არ დავარღვიოთ 26 წლის ტრენდები,
ამიტომ ასე გამოვიყენებ, ჯერ ხელზე დავიმუშავებ. ეს ჩემი ფუნჯია. არის თმის, იმიტომ რომ ძალიან თანაბრად დაადოს აქ სან ფრთხილად ვაკეთებ ამ სიბზინვარეს. ავიღოთ ფლაში პუდროვანი, ეს ჩემი ფუნჯია, ეს მრგვალი ფორმა აქვს. დავამუშავოთ ხელზე. პიგმენტურია. კარგად დავფერთხოთ და ისევ თვალთან ახლოს მრგვალი მოძრაობით დავატანოთ ეს ფუნჯიც. რომ აქცენტი იყოს ყრიმალის ზედა ნაწილზე. როგორც ხედავთ, ბრონზერიც ქვევიდან მოექცა და არ დავამატე ბრონზერიც და სიბზინვარეც ქვემოდან მოექცა ბლაშის ქვემოდან და არ დავამატე სიბზინვარეც ზევიდან. ასეთი არის 26 წლის ტრენდი. მგონი ცუდი არ არის. ჯერჯერობით 26 წლის ტრენდი მომწონს. წარბზე გამოვიყენე Benefit-ის ფანქარს და ფიქსატორს. ფანქრის ნომერი არის 3 და 5. ეს ფუნჯი არის Beautiful Realis, ესეთი წარბის ფუნჯი. იმიტომ რომ ამ წარბის ფანქარს არ აქვს ოდნავ ჩემსკენ მოიხედე მარტო შეიძლება. ეს რა ქვია? სავარცხნი არ აქვს ამ წარბის ფანქარს და ძალიან არაკომფორტულია სხვათა შორის. დავიწყოთ თავიდან, ცოტა ჭრილი მივცეთ, პატარა თმები ჩავხვალთ თქ. აი ასე. დავარცხნოთ, რომ გავიგოთ რას ვაკეთებთ. და რა სიმუქი რჩება დავარცხნის მერე. გავაგრძელოთ. სადაც სიცარიელებია, ოდნავ შევავსებ. მარიამს თხელი წარბი აქვს და მინდა რომ ასეც დარჩეს, იმიტომ რომ არ მოუხდება ძალიან უხეშად ახატული წარბი. გააბრაზებს სახეზე და საერთოდ არ არის ბრაზიანი, მაგრამ ბუნებრივ ფორმას ვტოვებ, იმიტომ რომ 26 წლის ტრენდიც წარბიც უნდა იყოს ზედმეტად ბუნებრივი. ამიტომ წარბსაც ვტოვებ ძალიან ბუნებრივად. გამოვიყენოთ ფიქსატორი. და გადავიდეთ უკვე თვალზე და გავიგოთ თვალზე როგორი ტრენდებია 2026 წელს. თვალის ბაზად გამოვიყენებ NARS-ის I am soft matte concealers, ფერი არის ვანილა. დავიწყოთ. მჭირდება ძალიან მყარი ბაზა ამ მაკიაჟისთვის და ეხლა კეთების პროცესში მოგიყვებით როგორი ტრენდები არის 26 წელს თვალზე. ესე იგი პირველი ეს არის მსუბუქი ყავისფერი სმოკი, რომელიც უკვე განახეთ წინა ვიდეოზე, ვინც ნახეთ ჩემი YouTube ვიდეო. მეორე ეს არის clean liner-ი, ასე ქვია, ასე ვთქვათ, წვრილი ლაინერის ეფექტი და ჩრდილის გარეშე. და კიდევ არის ფერადი ლაინერი ფერადი ტუშით, რომელსაც მომავალში გაჩვენებთ აუცილებლად. დღეს გავაკეთებ აი ამ clean liner-ის ეფექტს და სუფთა მბზინავ კანს და battery make-up-საც ეძახიან, იმიტომ რომ ფერს იყენებენ, ასე ვთქვათ, ცოტა კარაქის ფერს, თვალის ჭრილად, ასე რომ როგორ კეთდება ეს ყველაფერი ვნახავთ ახლა. თვალზე გამოვიყენებ ტარტის აი ამ პალიტრას, რომელსაც ქვია Man Eater. კაცი ჭამია პალიტრა. პირველად წავიკითხე ამისა. გამოვიყენებ ამ პალიტრას და ჯერ გამოვიყენებ აი ამ ღია ფერს ფლიან თვალზე. მერე აი ამ ორ ფერს შევურევ ერთმანეთში, რომელსაც ქვია Design და Charming, აი ამ ორ ფერს შევურევ ერთმანეთში, რომ მივიღო ძალიან მსუბუქი არაქისფერი ფერი. დავიწყოთ. კაცი ჭამია პალიტრის პირველი ფერი. სხვადასხვა ძალიან კარგი პალიტრაა, ძალიან ცუდი სახელი.
დღეს სახელებზე ცოტა. ავიღოთ ამ პალიტრიდან აი ეს ფერი. ქვია last და კუთხე გამოვყოთ, ვთნაო რომ თავს კონდეს ჭრილი და არ იყოს სიფრთხე. ეს არის ჩემი blending brush-ი. აი ესე. ოდნავ დავამატებ. არ მინდა რომ ჭრილი იყოს კონკრეტულად, ამიტომ კარგად ვშლი თითქმის მთელ თვალზე. მინდა რომ უბრალოდ სიფრთხე არ იყოს. აი ეს. მარიოს პალიტრიდან ავიღებ თეთრ ფერს, აი ამ ფერს. ჩემი ჭრილის დიდი ფუნჯით. და სადაც მინდა რომ მბზინვარე დავადო და კონდეს ღია ფერი, კარგად წინ გამოწეული სითეთრით, ასე ვთქვათ. იქ დავადებ ჯერ თეთრ ფერს და ამ ფერს გადავადებ მერე აი, როგორც წეღავ თქვით, კარაქის ფერს. წარბთანაც. აი ეს. ეხლა უკვე ვიღებთ აი ამ კარაქის ფერ ჭრილს, რასაც დავადებთ სიბზინვარეს. აი ეს. ნატაშა დენონას აი ამ პალიტრიდან, ამას ქვია Tropic palette-დან, ავიღებ აი ამ მოყვითალო სიბზინვარეს და ჩვენს დასაწყის დავადოთ აი აქ. და ცოტა შიდა მხარეს ავიტან ჭრილთან. რომ დასაწყისზე იყოს აქცენტი მხოლოდ. გადავასწორო. იმიტომ რომ ეს სიმსინვარე მინდა რომ დასაწყისში იყოს. ჩვენ სიმსინვარეს დავადოთ Fenty-ის Diamond Bomb-ი. რეფერის ჭრილის ფუნჯი არის. ეხლა ავიღებ იგივე blending brush-ით, იგივე ფერს, რაც გამოვიხენე თვალის კუთხეში და გამოვიყენებ აი ამ ჭრილის ზემოთ და შევუერთებ სხვერს. აი ესე ვაკეთებ განაყენ. ლაინერად გამოვიყენებ აი ამ ლაინერს, ეს არის Element Beauty-ის ყავისფერი ლაინერი. ჩემ ხელს მიყევი, მარიამ. დავიწყოთ. როგორც უკვე ვთქვი, ლაინერის ეფექტი არის ტრენდული 26 წელს. თუ ჭრილები არის, მარტო ჭრილების ეფექტია, თუ არა და მარტო ლაინერის ეფექტი არის ტრენდული, ასე რომ მივუყვეთ ტრენდებს. სწორად გაიხედე პირდაპირ მარიამ თვალებით ეს. ხვიცი ყურე. და შორის საკმაოდ კაი ლაინერია ეს ჩამოვიდა ოქსი ჩამში და პირველად ვიყენებ ახლა ამას. გაიხედე სწორად? ეხლა გავასწორებ ფუნჯით და მე მგონი საკმარისი სიგრძე აქვს. იყურე პირდაპირ.
აი ეს. დავამატებ აი ამ გლითერს, თეთრი გლითერია, რაღაც მარგალიტისნაირი ბზინვარება აქვს. ეს არის Miss Tai-ის, ასე ქვია Instagram-ზე. გლითერი 25 ნომერია და წებოს გარეშე პირდაპირ თითით ოდნავ დავამატებ დასაწყისში. გამოვიყენებ ქაღალდს. ქვემოთ ეყურე. ოდნავ მეორე უფრო მეტად სადღესასწაულო იერი რომ მიეცეს და დავაფიქსიროთ. ლაინერის მერე მარიამს დავაკალით წამწამი და ცოტა გლითერის დავამატეთ. ეხლა გამოვიყენოთ ცოტა ტუში, ეს არის ლანკომეს ტუში, აიდოლი და წამწამის ქვევიდან მის წამწამებს, ასე ვთქვათ, შევურევ ამ ხელოვნურ წამწამს. ეს. ახლა გადავიდეთ ტუჩზე. და ჩემი აზრით ძალიან მოუხდება სადღესასწაულოდ მარიამის ამ საახალწლო მაკიაჟს წითელი ტუჩსაცხი. და თუ როგორი ტუჩსაცხები არის ტრენდული 26 წელს, ამას მალე გავიგებთ. თქვენ კი მანამდე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ვიდეო მოიწონოთ და ჩემი გვერდი გამოიწეროთ. ტუჩზე გადავატაროთ კონსილერიანი ფუნჯი. ზედმეტად კონსილერს მე არასოდეს არ ვხსოვ, რაც შერჩება. ფუნს მხოლოდ ყვეთ პომადებზე ვხმარობ ხოლმე ამ ტექნიკას, ისედაც მე სხვა შემთხვევაში არასოდეს კონსილერს არ ვხმარობ ტუჩზე და გადავატარებ ოდნავ პუდრიან ფუნჯს და მოვხატოთ ახლა მარიამის ტუჩები. კონტურს გამოვიყენებ Colourpop-ის აი ამ წითელ კონტურს და ფერს ქვია Bossy. ოდნავაც ეთანმა დავიწყოთ. ეს არის ალუბლისფერი წითელი დაახლოებით. აი ესა. და გავასწოროთ. წითელი პომადის წასმისას უნდა აიღოთ დრო. წითელი პომადა 2 წამში არის. იმიტომ რომ წითელი პომადა უნდა იყოს ძალიან სრულყოფილი. ახლა მეორე მხარეს პომადას გამოვიყენებ ოფრას თხევად პომადას, რომელიც არის ძალიან ლამაზი კლასიკური წითელი და გაურკვეველი სახელი აქვს, ამიტომ მე აღწერაში დავწერა აუცილებლად. გადმოვიტან ხელზე და დავიწყოთ ხელიდან ტუჩზე გადატანა. ალბათ მკითხავთ, რატომ არ გამოვიყენე ყავისფერი ფანქარი ან შავი მით უარესი. წითელი პომადის ქვეშ არ მიყვარს, არასდროს არ ვაკეთებ და არც ეგ ტრენდი არ მიყვარს და მით უმეტეს 26 წელს ეგ ტრენდი აღარ არის. ასე რომ მე ამოვისუნთქე და იმედია რომ შავი კონტური წითელი პომადა აღარ შემხვდება და ძალიან გამიხარდება. ეხლა ზედა მხარეც ეგ ტრენდი იყო 2 წლის წინ და შემორჩა წინა წელსაც სამწუხაროდ.
ბოლოს ფიქსატორი. ასე დავასრულეთ მარიამის მაკიაჟი, რომელიც გავაკეთეთ 26 წლის ტრენდების გათვალისწინებით. როგორც მიხვდით, ეს არის ამ წლისთვის ბოლო ვიდეო. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ წელს. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს მოწონება, უფრო საინტერესო ვიდეოებისთვის. თქვენ კი გილოცავთ ახალ წელს, წარმატების და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის. დროებით.